სერიოზული თურქ ბარსართან, იქ 4-3 დაამარცხა მეტოქე, შემდეგ უკრაინელ ხრუშინს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. სოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი არის ლერი, უკვე მრავალი თვის განმავლობაში. ამ წონის ერთ-ერთი ლიდერია. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, იქ სერბეთის სახელით მოასპარეზე გიორგი თიბილოვი ხდება აზერბაიჯანელ მამადოვს. ასე რომ ხვალინდელი ფინალები სწორედ აი ნახევარფინალში გამარჯვებულებით გაირკვევა. ლერის გარდა დღეს ასევე ასპარეზობდა ჯონი ხეცურიანი, რომელსაც ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ნახევარფინალში გასვლის, თუმცა მეოთხედფინალში დამარცხდა. ვიხილავთ მის დამარცხებელსაც, მისი ფინალში გასვლის შემთხვევაში ჯონი გადაყვება მას დამამშვიდებელ წრეში. სამწუხაროდ დღეს ფრიდონ აბულაძეს ჰქონდა შანსი ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლის, მაგრამ დამამშვიდებელ წრეში მეორე შეხვედრაში დამარცხდა და გამოეთიშა იგიც ასპარეზობას. ასევე დამარცხდა ლაშა გობაძე, სამწუხაროდ მსოფლიო ჩემპიონი გობაძე, რომელიც უკვე კარგი ხანია ოლიმპიური წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ორი შეხვედრა გაიარა მან და დაუძლეველი ბარიერი უკვე ბულგარელი ნოვიკოვი აღმოჩნდა მისთვის. ნოვიკოვი შემდეგ დამარცხდა თავის არ დამარცხებულა ნახევარფინალშია და თუმცა მას ძალიან ძლიერი მეტოქი ყავს უნგრელი ლოსონსი და ფინალში გასვლის შემთხვევაში ლაშაც გადაყვება მას დამამშვიდებელში. ხა პასიურად მიიწვიეს პირველ პერიოდში აბულაძე. ნახოთ ხა პარტერიდან იქნება ფრანკ შანსი. თავარი ახლა არ გააკეთებინოს ტრიალი, ქულა ზედმეტი და მეორე პერიოდში როგორც ვიცით ჩვენ უპირატესობას იღებს ის, ვინც პირველში იყო პასიურ პოზიციაში. ზოგადად პარტერში დაცვა ძლიერი აქვს ლერის და მე მგონი არ უნდა გაუჭირდეს აქ გულის არ გაშვება. კი, წარმატებით დაიცვა თავი დგომი. ძალიან კარგი. მაგრამ ნახოთ უკვე შეუძლია პროაქტიულიც იყოს და შემდეგ თელი ძალა ენერგია მოახმაროს ამ შეხვედრის სათავისოდ დასრულებას, თუმცა გერგეთ გაგალი ჩანს ფრანგი არ არის მარტივად პირველი მისი. თავი აწეო მაინც ქართველს საყვედურობს მსაჯი. აჭარის საჭიდაო სკოლა ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში და მისი ერთ-ერთი ესე რომ ვთქვათ გამორჩეული წარმომადგენელი არის ლერი აბულაძე. ბერძნულ მოჭიდაობაში სწორედ აჭარის სკოლა ლიდერობს, შეიძლება ითქვას, ოზურგეთის გურის სკოლასთან ერთად. ბევრი თითქმის ნახევარი ნაკრები აჭარელი სპორტსმენებით არის ხოლმე დაკომპლექტებული, მათ შორის ფრიდონ აბულაძე ყავს, რამაზ ზოიძე, ლაშა გობაძე, უკვე თავისთავად მეტყოლებს ეს 4 კაცი, 4 წინა წელს მე მგონი 5 ყავდა ნახევარი ნაკრები ქედან იყო. გასმით შეძახილი მსმენელის არ მოდუნდა, გასაგები აკონტროლებს გამოცდილება უდიდესი აქვს ახლა. ლერის და აი დამთავრდა პირველი პერიოდი ფაქტობრივად. კი ბატონო, კარგად აკონტროლებს ახლა შეხვედრას ლერი. მეორე პერიოდში, რა თქმა უნდა, რიგითობის პრინციპი იმუშავებს და ჩააყენებინებს ლერი აუცილებლად მეტოქის პარტერში. ლადო გეგეშიძე და შალვა გადაბაძე აძლევენ რჩევადარიგებელს შესვენებაზე ახლა აბულაძეს. ლადო გეგეშიძეც აჭარის წარმომადგენელი არა? თბილისელი სპორტსმენია. ხო, სამწუთელებში როგორ არის აქ როგორ მიყვებათ, ანუ რომელი რეგიონის ცნებები არიან უფრო? შერეულად არის. ხო, ვინაიდან ამდენი არის იქ და რაღაც საკითხით ხო დგება ხოლმე ასეთ დროს. ამათო ჩართულია ყველა რეგიონიდან თითქმის. პირადი ცნებები თუ ახლავს ხოლმე თან ასეთ შეჯიბრებებს. ყოველთვის არ არის ხა ამის ფუფუნება, რომ პირადი მსვლელებიც, თუმცა კარგი იქნებოდა, ვიღაც მისასალმებელია, მაგრამ ყოველთვის ვერ ხერხდება. ძირითადად ნაკრებში 3-4 მსვლელია, რომელიც დაყვება, ანუ ნაკრებს ავადიშებს და ასე ვთქვათ ხელმძღვანელობს. პირად მსვლელზე გეტყვით, რომ ლერი აბულაძის პირადი მსვლელი არის მისი მამა, ავთუ აბულაძე, რომელსაც არაერთი სახელოვანი სპორტსმენი ყავს აღზრდილი, მათ შორის შმაგი ბოლქვაძე, ოლიმპიური პრიზიორი, მისი მოსწავლეა. დაიწყო მეორე პერიოდი, აქ უფრო აქტიურობა უნდა ვაჩვენოთ მეტი.
ცდილობა ქონდა ეხა ფრანკს. ნუ ესმის მას რომ რიგითობის მიხედვით შეიძლება მოუწიოს პარტერში ჩასვლა და მაგრამ აჰა კი ბატონო 1-1 და აბულაძე ახლა აი პარტერიდან შეეცდება სასურველ ქულების მოპოვებას. ძლიერი პოზიცია არის მისთვის პარტერი და კარგად ატრიალებს პარტერი და ნახოთ ახლა როგორ გამოიყენებს. ნუ ყველა შემთხვევაში უკვე დავწინაურდით ამ შეხვედრაში, ბოლო ქულა ჩვენია და ამ ანგარიშით ამ ეტაპისთვის ვიმარჯვებთ. აბა ვნახოთ შეკრა ხელი. მეტი აქტიურობა ახლა. დაიწყო. წამოკაჩა, აბა ვნახოთ, თუმცა ჩავარდა, მაგრამ გაგრძელდება. კიდე აქვს დრო, უნდა იჩქაროს, აბა არა. სამწუხაროდ ძალიან ძლიერი ჩანს ფიზიკურად ფრანკი, ამიტომ მიოლი არ არის მისი დაძრა ადგილიდან. ვიმედოვნოთ რომ წუთა 40 წამს შეინარჩუნებს აბულაძე. აი რამე ისეც გააკეთებს, რომელიც არა, ეს ანგარიში ჩვეულებრივად ჩვენ სასაგებელოს არის, ამიტომ არანაირი საგანგაშო აქ არ არის, პირიქით მიყავს დამაჯერებლად ეს შეხვედრა. მართალია ვერ დაატრიალა, მაგრამ არაუშავს. თავარია რომ ახლა ცოტა მეტი აქტიურობა თუ გამოიჩინა ფრანგმა, შეიძლება ერთხელ კიდე ჩააყენონ ხა აბულაძე პარტერში. აი სწორედ ესეც ხდება და უნდა დავიცვათ ხა. ცოტა დაღლას ვატყობ ქართველს. ან უბრალოდ ამოისუნთქეს მედია რომ ყველაფერი რიგზია. სამოთხრა. ჩამოკაჩა, მაგრამ ვერა. წესით ვერ უნდა დაატრიალოს და დაიცვა. თავი ხა თვითონ გადადის. შეტევაზე ორი ქულა დაიმსახურა ლერი. ყოჩა კარგად დაუხურა ხა ეს ტრიალი. ყოჩა ნამდვილად. так შეიძლება დააწვინოს კიდევაც სუფთაზე, თუმცა დროს მაინც გაიყვანს ყველა შემთხვევაში. აბა კარგად დაუჭირა კისერი ხა. და მიაწვედა ყოჩა. მე მგონი ყველაფერი გზა იქნება. აი ცოტა მეტი და შეიძლება ხა წმინდაზე დაეწვინა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს ეპიზოდი საჩვენოდ გადაწყვეტა ძალიან კარგია. აი მცდელობა ექნება დროც გავა და რაღაც 20 წამი დარჩა გასაგებია. ნუ 60 წამში ყოჩა ლერიმ გადამწყვეტი ქულები მოიპოვა ხა ამ შეყვეთის ასე ვთქვათ გადამწყვეტი ეპიზოდი იყო სწორედ ეს და სადაც ქართველმა იმარჯვა და 15 წამი შეხვედრის დასრულებამდე, აბა ლერი უნდა დადგეს ახლა. არ უნდა მოდუნდეს. არც გასვლა გვაწყობს, რა თქმა უნდა, მცირე შანსიც არ უნდა მიეცეს მოძინააღმდეგეს. და 2 წამი ერთი და დასრულდა ყველაფერი. ყოჩა, მესამე ზედიზეთ ლერი აბულაძე გადის სოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და ხვალ ველოდებით რომ მან უნდა გატეხოს ეს ნავსი და უკვე გახდეს სოფლიოს ჩემპიონი, მას აქვს ამის რესურსი, ამის იმედი აქვს ყველა ქართველს. ასე რომ ხვალ ფინალურ ბლოკში ვიხილავთ აბულაძეს. ძალიან კარგი გულოცავთ ლერის და თქვენც გილოცავთ პატრიოტულ გულშემატკივრებო. ვერცხლი მინიმუმ გვაქვს და ველოდებით ოქროს ამას ხვალ შემოგთავაზებთ. ვერცხლი აღარ გვინდა უკვე დროდად გაოქროსი. ვერცხლილი გვაქვს ისაც ბევრი რამე. იგივე აი წურწუმი დაახლოებით წურწუმიას შეხვე ვარიანტი არის. ანუ მეტოქე იქნება ისეთი სერიალი. გვერდით ხალიჩაძე როგორ დამთავრდა შეხვედრა? აი თი მოიგო არ ვიცი.